ზუსტად მინდა დათო რომ მოსახლეობამ გამიგოს, რომელიც გადაადგილდება ეტლით. აი ამ ბავშვებზე ჩვენ ვაკეთებთ თბილისის ცენტრში, დღეს ჩვენ ვართ ბათუმის ცენტრში, ჩემს ახალგაზრდა გუნდთან ერთად. თბილისის ცენტრში 20 ბავშვზე, ახალგაზრდაზე, რომელიც გადაადგილდება კალიასკით, ეტლით, ბოდიში, გავუკეთებთ კარგ სადილს, როგორც იტყოდნენ, ხო? კარგ სადილს ჩვენს ცენტრში და მოემსახურებიან ეს გოგო ბიჭები და რა თქმა უნდა მეც. ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს ჩვენ გავუკეთებთ ძალიან სერიოზულ საჩუქრებს. რა შედის ამ საჩუქრებში? საუკეთესო საათი 20-ვეს, საუკეთესო სამაჯური 20-ვეს, ბოტასები, გებეს ბურთები და რაღაც გარკვეული თანხა 20-ვე ბავშვს. ფულადი პრიზები. და ამ ყველაფერს ბატონი დათო უხელმძღვანელებს უშუალოდ აი ამ საჩუქრების გადაცემას და შემდეგ ამ 20 ბავშვზე დათო ამ 20-დან ერთი რო ძალიან მაგრად გავახაროთ, 20-ვე გახარებული იქნება, რა თქმა უნდა. 20-ვე გამარჯვებული იქნება, ჩვენ ისეთ საჩუქრებს და ისეთ დღებს მოუწყობთ, თან იქნებიან ჩვენი გია ილუზიონისტი ფარადაშვილი და იქნებიან კიდევ მომღერალიც და ასე შემდეგ. ბავშვები რო არ გადავტვირთოთ, 1 საათიანი ცერემონიალი იქნება. და ეს ბავშვები აუცილებლად უნდა მოვიდნენ თბილისში. რა თქმა უნდა, ვისი ფურცელიც ამოვა. და რა გათამაშდება ნინი და რა უნდა გაათამაშოთ ბატონო გელა? 20 ბავშვიდან გვინდა გავათამაშოთ ავტომობილი Porsche. Porsche-ს ჯიპი 4-ზე და ეს იქნება ჩვენი კომპანიის სახელი არ არის. ამას ჩვენ ვაკეთებთ თვითონ. გელა ბარკალაია თავისი პირადი სახსრებიდან გამოზოგავს რაღაც თანხას და უბრალოდ კომპანიის შენობას გამოვიყენებთ. დანარჩენი ეს პირადი ჩემი იქნება ყველაფერი. დათო, კიდევ ერთჯერ გავიმეოროთ, რომ რამე არ იყოს გაუგებარი. ღმერთი არ გვაპატიებს ერთ